მოგესალმებით, მე ვარ ნინო ბარნაბიშვილი და ახლა ვიმყოფებით ჰააგაში მაურიცეისის მუზეუმში. მამაკაცი, რომელიც ახალგაზრდა ქალბატონს ფულს სთავაზობს. ეს იუდიტ ლეისტერის ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა 1631 წელს შექმნა. იუდიტ ლეისტერმა სასურათის სიბრტყეზე ახალგაზრდა ქალბატონი და მამაკაცი გამოსახა. როგორც ხედავთ, მამაკაცი ქალბატონს ფულს სთავაზობს. ის ცდილობს მისი ყურადღება ამგვარი ფორმით მიიქციოს. თუმცა აშკარაა, რომ ქალბატონი მას ყურადღებას არ აქცევს. არც ნავთის ლამპის შუქზე ბრწყინავი მონეტები აინტერესებს. ქალბატონი სკამზე ზის. ის ხელსაქმითაა გართული. გრძელი ქვედაბოლოდან ნაწილობრივ მოუჩანს ხის ყუთზე შემოდებული ფეხი. ყურადღებით დააკვირდით ამ ყუთს. ხის ამგვარი ყუთები არაერთხელ შეგვხვედრია სხვა მხატვრების ნამუშევრებშიც. უწინ მათ გერმანიაში, ნიდერლანდებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ფეხების დასათბუნებლად იყენებდნენ. ყუთში ნაკვერჩხლით სავსე მეტალის ან თიხის ჯამს ათავსებდნენ. ყუთის ზედაპირზე სპეციალურად გაკეთებული ღიობიდან სითბო ზევით ამოდიოდა. ქალბატონები ამ ხის ყუთზე იმგვარად აწყობდნენ ფეხებს, რომ სითბო გრძელი კაბისა თუ ქვედაბოლოს შიგნით ტრიალებდა. იუდიტ ლეისტერის ეს ნამუშევარი დღესდღეობით ნიდერლანდებში, ჰააგაში, მაურიცეისის მუზეუმშია დაცული.